აქ უნდა იდგეს ავტობუსი და არ დგას. მიკეთ საათებში დადის უბრალოდ აბიცი. რა უნდა ვქნა? ცუდია მიდია უკვე მესამე მანქანაა გადავარდნილი. აუ აქ რაულია მოხდა. მე კი ვარ პარიზისთვის მზად. შენ კი ხარ პარიზისთვის მზად, მაგრამ აეროპორტი თუ არის პარიზისთვის მზად ის ნახოთ. მიდრემ ჩილო არ მოუთოვია, ახლა გადაწყვიტა მოთოვას. გადაიდო. გამარჯობა მეგობრებო. პარიზში მიფრინავ, ყველაფერი მზად მაქვს. იმედია ფრენ არ გადაიდება, იმიტომ რომ ძალიან თოვს. ჩანთებით ჩალაგებულია. სანამ მე გავაგზავნებთ, მოცხეთ ლაიქები, გამოიწერეთ არხი და შევბერავ ახლა. ჩვენებთ ქუთაისიდან ავტობუსით როგორ უნდა მოხვდეთ ქუთაისის აეროპორტში. დავай შევბერეთ. უნდა წავიდე ავტობუსით ჯერ ქალაქამდე. ქალაქი ქუთაისელი ვინცა, ყველა მიხვდება რას ნიშნავს ქალაქი. ქალაქამდე. ქალაქამდე. მისამართი არა აქ ქალაქს. ქალაქი არის ქალაქი და ყველა მიცის სადაც არის. კი. ვინც არ იცის, რუსთაველის ქუჩაზე არის, რუსთაველის ხითა. არის ქალაქი. არის ქალაქი. არა, ჩვენ სადაც მივდივართ, სადაც ავტობუსი არის აეროპორტის, რომელსაც უნდა წავიდეთ. ატობრებაც ვიდე რომ ასე ვიწვალოთ მოდავაგვიანოთ. ხალხის გულისთვის გაიწვალო. მოდავაგვიანოთ მე ვაიში. მარშრუტით მივდივართ ქალაქის ცენტრამდე. კიდე თორს დავუჩერებლად. აქ უნდა იდგეს ავტობუსი და არ დგას. და ვარიანტები ხდება. ხო ვარიანტები ხდება. ერთი ვარიანტი იყო აქედან წასვლა, მეორე ვარიანტი არის ტაქსის გამოძახება და მესამე არის ძარი მეგობართან, რომელს გამომიყენებ. ახლა ნახავ. ჯერ ნახავ იქნება მოვიდეს. მადლობა. თუ პირველ ვარიანტს ვასრულებთ. ეს არის მიწის ქვეშა გადასასვლელი. აქედან ავალთ. ფეხი როარ დაუსველდეს. ურასთოვსჩ. აქ უნდა იყოს ავტობუსი, მაგრამ არ არის. მიკეთ საათებში დადის უბრალოდ აბიცი. რა უნდა ვქნა? მელი საათია. ორსაბლია ჩუქდა. პირველი ვარიანტი არ გამოვიდა. მივდივარ ტაქსით, მეორე ვარიანტით. რა გვიანდებოდა ძალიან ავტობუსს კითხეთ და ძალიან დაგვაგვიანდება უნდა. რანაირი თოვლიანი. ვაფშე თვაფრინდით. ეგეც საკითხავია. გამხელა თოვლი ქუთაისში მინიმუმ 10 წელი არ ყოფილა. ცუდია მიდია უკვე მესამე მანქანაა გადავარდნილი. აუ აქ რაულია მოხდა. აუ. ძალიან ცუდი ავარია. მოვედით ჩვენ მშვიდობიანად. ძალიან კარგი ტაქსი შევხვდრა. ყველაფერი მოწესრიგებული აქვს. საბურავი ყველაფერი სამთრით და გემრიელად მოვედით აეროპორტამდე. ახლა მთავარია გავფრინდეთ გემრიელად. მოვედით როგორც იქნა. ვერ გაჩვენეთ ავტობუსით როგორ უნდა მოსულიყავით, მაგრამ ტაქსით როგორ მოვედით, იგი გაჩვენეთ. მე კი ვარ პარიზისთვის მზად. შენ კი ხარ პარიზისთვის მზად, მაგრამ აეროპორტი თუ არის პარიზისთვის მზად, ის ნახოთ. Registrazione compagnia Zeris Reise 79 Parisis მიმართულებით. მოუსაი. აი დღეს მოვიდა. ვიდინეთ. აი ერთი. ეს მარტივი პრობლემა. მონი წაჩი, მიდრემ ჩილო არ მოუთოვია, ახლა გადაწყვიტა მოთოვას. გადაიდო 45 წუთი ფრენა ჯერჯერობით. რა იქნება აწევი ნახოთ. თუ ვერ წავედი, ნახავების ის. იქ ჩემი ბრალია? აბა მე რა. მე მგონი აღარ დარჩები. ჩემი და თან ვალივიანები უკვე გამომშვიდობლები მიღებულია. თამდე გადაიდო, მაგრამ ახლა ვიფრინავ, ჩასხმა დაიწყო გამოაცხადა. როგორც კი ჩამოწვდება, მოგაჩეთ უახლოესი ნიღაბის მასტერის ჟანგბადის მიწოდებას. Secure the strap and breathe normally. მოიგეთ ნიღაბი ისე რომ ცხვირსა და პირს ფარავდეს. არივან მედიოს თქვენი ნერვის მორგების შემდეგ ყოფნა ეს მორთულას ვისაც შესაძლოა თქვენი და
წვალების მერე მაინც მოვედით. აქ დაგხვდა თველი ბიჭი არის, კაი ბიჭი არის. ახლა წაგვიყვანს პარიზში. აღარ გვინდა ჭამა, წავიდეთ. გათენდა და გამოვდივართ. გუშინ კი მივედით საღამოს ეიფელთან, მაგრამ კადრები დავკარგეთ. ასეც ხდება ხოლმე. ახლა გათენდა და რაღაც კაფეს ვეძებთ, რომ რაღაც მივირთვათ რა. საღამოს კაფე ვნახეთ და აი აქ მოვალ. იტალიური რო არის? პარიზში იტალიური კაფე არ გვინდა? გუშინ რო წაგვეშვალა ყველაფერი ღეგაჩვენებთ. კაფეში წავალთ, ყავას და კრუასანს ვიყიდით სავარაუდოდ. ყავა და კრუასანი გინდა? ბიჭებო, რო გეუბნებოდით ეიფელთან რომ მივალ გაჩვენებთ ხო, აგერ არის და აი მიხდებით ალბათ ხო? კაია, დავედი. არის მდინარის სცენა, სადაც დაცურავენ ტურისტული გემები და სავარაუდოდ საღამოს ჩვენს გავცურავთ და მთებული ეიფელის კოშკთან გავალთ. ხო გავალთ? ავალთ, მაგრამ დღეს ვერ. ნახოთ, შეიძლება დღეს გავიდეთ, შეიძლება ხვალ გავიდეთ. ძალიან ლამაზი არის ეს საფრანგეთის დროშასთან ერთად ეიფელის კოშკი და მდინარის სცენა, ამდენი გემები. თქვენც გირჩევთ, აი ამ სანაპიროს გამოვუყვეთ. ძალიან სასიამოვნო არის. ქალბატონებისთვის უფრო სასურველი ქალაქად მიმაჩნია პარიზი, ვიდრე კაცებისთვის, მაგრამ ავით, რო გავხედე ამ სანაპიროს, რაღაც პარიზული ვაიბი მოიტანა. კინოებიდან, რაღაცეებიდან, აქეთ-იქეთ, ძალიან მაგარი არის. როგორია ეიფელი? ძალიან ლამაზია. სულ ოცნებობდი აქ. შენ დაბადების დღეზე თუ ფიქრობდი რომ აქ მოხდებოდი საერთოდ? ოდეს ვიცოდი რომ ახლა 30 წლის რო გავხდებოდი და აქ თუ მოვხდებოდი ნამდვილად. ძალიან ლამაზი დაბადების დღე მაქვს. სასიამოვნო ადგილი არის. რავი, ბევრი რამე მსმენია ისე. რომ მოდიოდი ზოგმა მითხრა ვირთხებიაო, ზოგმა მითხრა სიბინძურეაო და მსგავსი ჯერ ვერაფერი ვნახე. ეს ასე მითხრენ რომ რა არის ერთი რკინის ჟანგიანი ეს, მაგრამ რკინის ჟანგიანი შეიძლება კი არის, მაგრამ მაინც ლამაზი არის. თავის ხიბლი აქვს რა. სიბინძურეზე და ვირთხებზე მეც მსმენია და მაგნაირიც არაფერი არ არის ჯერჯერობით. წავედით. ძალიან ბევრი ტურისტია რა. რატო ამდენი ტურისტი? ტიპი ცდილობს ჩემ დასკამვას რა. ვეუბნები რამდენი ღირს ვეუბნება ფულს და ბოლოში გეტყვის 100 ევრო ღირს. აი ჩიტუნიები დაიჭირა. მე ვერ დამიჭირა, მაგრამ ჩიტუნიები დაიჭირა რა. როგორც გავაკეთე, მართალი ვიყავი, დაიჭირა და 4 კაცი არიან და გემრიელად 400 ევროს თხოვს ახლა. არ უნდა ინდოთ არავის.
აი ასე რო გაგვიხარდება ცხოვრება, მაშინ იქნება კარგი. აშკარად ეს ხალხი ჩანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ბევრი დარბის, ბევრი ველოსიპედებით დადის, სპორტული ხალხი აქვს. თავიდან მეგონა რაღაცას გაურბოდნენ ამდენი ხალხი რომ ირბოდა მორბოდა, გაიგე? მაგრამ არა. დარბიან ვარჯიშობენ. მაგაცებს რო დავპირდი, წამოგიღებ თქო, მე მგონი ის ვიპოვე, ოღონ ბოსტნეული არის ავარაუდოდ. აი ნახეთ. გარი არ ვიცი, მაგრამ შეხებაც არ მინდა. ხარ, მე წამოგიღებთ მაინც. არი ნერვიულად ბიჭებო წამოგიღებთ. კარფურში მოხდით, საფრანგეთის კარფურში. არით. Postnეული რეთ ძველი როგორც დავაკვირდი, ყველაზე ძველი. ნუ რავი, ამგენის ფონდზე იაფია, მაგრამ ჩვენზე თუ გადავიყვანით, არა იაფია, მაგრამ ჩვენზე არ უნდა გადავიყვანოთ და ამგეს ევროში აქვს ხელფასი. ნუ ყველაფერს რავი, საჭმელს ყიდულობენ იაფად რა. კარფურში ვიყავით და მენი რამე ვიყიდეთ, 15 ევროდ ვიყიდეთ, მიახლებით 3 დღის საჭმელი. Allez, bonjour. რაღაც მე პლასმასის შეხედულებაა. რა, ყველაფერს? ყველაფერს. არა ბუნებრივი არის. მან შეგედეთ სახში ავიტანეთ, მე რომ რაღაც საქმეები მქონდა. ვიღარ წავედით კალფეში, ახლა გავალთ. ანა ეიფელსკოს რაც გაჩვენებთ ხან. თქვენი აზრით საჯობია შესვლა იქ თუ აქ? ის უფრო იტალიური არის. და ეს უფრო პარიზული არის ახ როგორაც ვთქვათ და აქ შევიდეთ ხო? წა. მენიუ გარეთ არის. აქ შეგიძლია ნახო ყველაფერი და მე შეხვიდე. როგორი დაბადების დღე გაქვს? პარიზული. შენ უნდა ნახო როგორი პარიზული შეკვეთა გავაკეთე. ლოკოკინა შეუკვეთე. ნახეთ. ლოკოკინა და შავი ღვინო. ძალიან არ მეყვარს. რაც დაცოცავს, დაღოღავს. კიდე რა ვიცი, მაგნაი რაღაცები და არ ამგონია რომ შევჭამო. ლოკოკინას როგორ უნდა შევეხო. ეს ისთვისაა კიდე. ვაიმე. ამას ნამდვილად არ ვიზამდი თქვენ რო არა. და გეტყვით როგორი გემო აქვს. იმედია გადავჩები. ეს როგორ გამოიყურება, რავი, მადვის აღზრდელად უნდა გამოიყურებოდეს თუ რა არ შემიძლია. დახედე. რას გავს? იმედია დავამარცხებ. აუ, კაი რა. ოკეი. ესეთი ჩელენჯი მოუწყო ჩემ თავს. მე რაღაც გადის. დავიჭირე. ჩემი აზრით ყველაზე პატარა ავიღე. შენდის შეხება ძალიან. აი, ახლა მიცადე ის გავს. წაჭერილი მყავს. მედი ასე უნდა ვჭამო, არ ვიცი. არ ვიცი ამას როგორ ჭამან, მაგრამ ამას რო შევჭამო, მე ღვინოს მივაყოლებ ეგრევე. მედი ამოვაძვრე ნაკე. სუნი სხვათა შორის რაღაც მწვანილების სუნია. კონსტიტენცია სახარბიელოდ არ გამოიყურება, მაგრამ სუნი არა აქვს, სუნი. მწვანილი სუნი აქვს. არაქის, არ ვიცი, იდე რაღაცის.
ნუ რაც არის თქვენი გულისთვის ხალებს ვუჭამ და ვჭამ 3-მდე დავითვლი და ეგა 1 2 სანამ ამას შევჭამ მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი მე გამოიწერეთ და ლაიქებს დაარტყით 1 2 და 3 გონია თვალი შემხთავა იმე არა არ მივაყოლებ რო გემო თქვა მაინც უშუალოდ წვანილის გემო კონსტიტენცია აქვს რაღაც რეზინის არც ქათმის გემო აქვს არც თევზის არაფრის გემო არა აქვს მე ჯერ აღარ ვიზამ ცხოვრებაში მე ჯერ აღარ ვიზამ ფუ ახლა გაჩვენებ ირმა რა თქოს ამაზე ეს არ უნდა ჭამოს შეიძლება ვინმეს მოწონდეს და დელიკატესი იყოს მაგრამ ძალიან ცუდია ხონია რომ ძალიან გემრიელი მე ძალიან მოგწონს ირმას ძალიან მოეწონა ეს არ დამენახა მეორეც გადაიღე ძალიან გემრიელი რა არის გემრიელი კაი რა გამოვედი ეს ყველაფერი დაჯდა 31 евро. ნუ არც ისე ძვირია და არც ისე იაფი. მაგრამ 2 ბაკალი ღვინოსთვის და აგერო დაცოცავს და არც მინდოდა ვაიმე. ბევრია. ახლა წავიდეთ და იფელს გაჩვენებთ ხამი. ბევრი კაფე არის და ძალიან ბევრი ხალხი არის. ხალხი მიდის, მოდის. აქანაც არიციან ზებრა სიმონ. ხო და რას ვამბობდი ახლა? პატარ-პატარა კაფეები არის და ყველგან ხალხი ზის და რანაირი სტილი აქვს იცი? აჯდებიან წყალი და მიწის თხილი, ზიან და ლაპარაკობენ რა. აი სად მოვხვდით? ხამე უფრო ლამაზი არის. მოვედით, ძალიან ლამაზი არის. კაფედან მოვედით ეიფელთან. ხამე უფრო ლამაზი არის ვიდრე დღე. ამეთანხმებით ალბათ. ახლა ნამდვილად სასიამოვნო არის აქ შეირნობა. ხამე სულ სხვა ხიბლი აქვს ვაფშე. ყოველი საათის დასაწყისში 5 წუთით ციმციმებს და ძალიან ლამაზი ხდება აქაურობა. ეხა ხო ლამაზი არის და მერე ორმაგად უფრო ლამაზი ხდება. მაგრამ კადრში საერთოდ არ ჩანს ისეთი, როგორც რეალობაში არის. ძალიან მაგარია რეალობაში. ჩავსვამ იმ კაცს, როგორც ციმციმებს. ესეთი გამოვიდა ქუთაისურ პარიზული ვლოგი. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.